არ ვიცით 5 დღის გახეთქილი იყო თუო შეიძლება 5 დღის გახეთქილი იყო მაგას თუ დავადგენთო და 5 საათის გახეთქილი თუ იყო 5 საათის განმავლობაში ჩირქი მოედებოდა მთელ ტანზე ამას რომელი დებილი და ანუ თლად გაუნათლებელი ადამიანი უნდა ვიყო რომ ეგ არ ვიცოდე ბატონმა დირექტორმა განაცხადა კახა ვინც არის არ ვიცი იმას თქვა ჩვენ თვითონ დავილაპარაკებთო და თუო დასასჯელი იქნება დავსჭიდო ესე უცებო მე ეკას ვერ გავათავისუფლებო არანაირი უფლება არ მაქვს თუ გავათავისუფლო და მათ თუ ვერ გაათავისუფლებს ჩვენ ხალხი მოვითხოვთ და ჩვენ გავათავისუფლოთ მაგას თუ არ გაათავისუფლო ეგ კაბინეტში ვერ დაჯდება ხვალ ვერ მავა და ვერ დაჯდება ეგ კაბინეტში როდესაც ჩვენ მელანია უნდა ჩავდოთ მიწაში ეგ კაბინეტში კრესლოში ვერ ჩაგვიჯდება მაგი უნდა გავიდეს დღესვე კლინიკიდან გავა არ გავა მე სხვანაირად დავილაპარაკებთ აქ რა ხდება 21 საუკუნეში შიგნეულში რა ხდება ის ეპიდემია თუ რა არის ვერ გევგე საოპერაციო ადამიანი საოპერაციო გაწერილი უკან ხომ უნდა გვახსოვდეს რომ გაწერილი რას ნიშნავს რას ვაპირებთ რა ფერდიღება ეს ხალხი რა ფერწავა უკან არ წავა სიმართლე სინათლე დამთავრდა პასპორტობია ძველი ექიმი ნაცნობლობა დაცვა თვალს გამოგთხრი შიგნით რომ შეყვე და შიგნით რა ხდება ჩვენ რა ვიცით გლეხმა ექიმს კი არა მთლიან სისტემას ვადანაშაულებთ კაცო მთლიანს ხო და ერთი ექიმი კი არა მთლიანი სისტემა მე ეს ვინ ყავს გვერდზე ხომ უნდა იცოდეს ეს იცის არ იცის ხომ უნდა იცოდეს ყასაბი ბაზარშია კაცო რას ვაპირებთ მთლიანი სმენის აპარატის განთავისუფლებას რომ გასუფთდეს სულ ყველაფერი იმ დღეს იყოს სმენაში ყველა წავიდეს რა იქნა მართლა ბოლოს და ბოლოს გვეკითხებით ჩვენ საცოდვო მაგლეხმა რა გავაკეთოთ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი ჯანდაცვის მინისტრი მობრძანდეს ჯანდაცვის მინისტრი და ერთი წუთი რატომ არ მიიღო საკანონმდებლო ორგანიზაცია ერთ წუთზე მე იურისტიკაცია ვარ მე ვარ გლეხი კაცი ადამიანმა ადამიანი მოკლა მე რომ ტყვით ადამიანი მომეკლა დაჭირული ვიქნებოდი ეს მოკლა ხომ ფაქტია გამოძიება კი ბატონო შეაგდეთ კამერაში და გამოძიება გაგრძელდეთ რატომ არ დაიჭირეთ ობიექტურად და ობიექტურად მონაწილეობა ოჯახის წევრების მონაწილეობა ოთხშაბათ ხამე მოკდა ეს უნდა მუშაობდეს ესე მესმის ყველა ის თქვენი მოთხოვნა რაც გაქვს თქვენ ვიმძანდებით წარმოდგენილი იმ დედმამის ადგილას და კიდევ ერთხელ ვიმძანდებით ფიფიქსირებთ ვიმძანდებით მე მაქვს თქვენთან შეკითხვა რა ჩვენ ამდენი საზოგადოების ჩვენი ამდენი საზოგადოების აზრი რატომ არ ისმის იმ ერთ ადამიანს ქალბატონი ეკა ფუტკარაძეს ის რომ ბოდიში ერთი წუთით როცა საუბრობთ გისმენდით და ძალიან გთხოვთ რომ მეც მომისმენთ რა ის ქალბატონი ეკა ფუტკარაძე რატო არ ისმის ამდენი საზოგადოების აზრს და ის გულისწყივილი რატო არ მიაქვს აი შეგნება დავარქვა ამას თუ შეუგნებლობა მე ვერ წარმომიდგენია არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ ჩვენ ამდენი საზოგადოება ვართ შეურაცხყოფილები და ვითხოვთ ქალბატონი ეკას მოსულას და მასთან შეხვედრას. ვითხოვთ აქედან გამომდინარე აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ბოდიში ერთი წუთით შეიძლება რომ გამოვიდეს ერთმანეთს თუ არ მოусმინეთ აზრს ვერ გამოვიდეთ მოვითხოვთ ქალბატონ ეკასთან შეხვედრას მასთან საუბარს და ანალოგიურად მოვითხოვთ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას იმის გამო რომ ბოდიში რომ გაწყვეტინეთ იმის გამო რომ აღარ განმეორდეს ხვალედაზე ჩემი თქვენი და თითოეული ჩვენთაგანი შვილების მკვლელობა ეს არის მკვლელობა მეტი არაფერს და ძალიან გთხოვთ პატივისცემთ თქვენსას და თქვენს გაითვალისწინეთ ჩვენი აზრი ჩვენ მიცვალებული მივატოვეთ და ამ წამში ვდგევართ იმის გამო რომ მივიღოთ სამართალი და ველოდებით სამართალს არ დაიშლება არავინ თუ ეკა არ მოვა აქ всё დამთავრებული საუბარია დღეს всё არავითარი თქვენ თუ გინდათ რომ ამდენმა საზოგადოებამ ერთი ადამიანის აზრი გავითვალისწინოთ თქვენს გაითვალისწინეთ ჩვენი გულის ტკივილი შეიძლება რაღაცა თქვენი სახელი არ ვიცი მაგრამ მე პასუხისმგებლობას არ ვღებულობ მაგრამ მოდი გამოვიძიოთ ეს საქმე ეხლა დაიწყეს რა თითქოს და 2 წელი დაწყებულია სადაც ჩვენაც შეგაგვიწევთ ჩვენ ექსპერტიზა იმ დასკვნას არ დადებს რაც ქალბატონი ეკას სასარგებლოდ იქნება მიღებული რაში ვიქნებით ჩვენ გარწმუნებულია ჩვენ უბრალოდ მოვითხოვთ ქალბატონი ეკას ჩვენი პოზიცია ხო თქვენი პოზიცია ძალიან კარგად ვიცით კიდევ ერთხელ
ვიფიქსირებთ, რომ მაქსიმალურად ჩატარდება გამოძიების ფარგლებში ყველა ის საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც თქვენ როგორც დაზარალებული ჭირისუფლებს და იცი რა არის ბატონო კოტე ძალიან გამოუძიებელი და ბევრი ისეთი მშობლებია, ვისაც პასუხი არ მოვია დღემდე გამოძიებთან როგორც მამა, როგორც შვილის მამა, ანუ ამის სიტყვას გვაძლევთ რომ ამ ყველაფერს როგორც საჭიროა ისე გამოიძლიეთ, სამართლიანად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. დარიან პაციენტის დიაგნოზი ვერ დაგვისვეს და გარდაგვიცვალენ 28 წლის გოგონა. ჩვენ მოვითხოვთ ერთ რაღაცას მარტო და ვიშლებით ამით. ეკა ფუტკარაძემ დაწეროს განცხადება ეხლა პირდაპირ და გადადგეს სანამ არ მოვა დასკვნა მისი დანაშაული არის თუ არა მათ თვითონ. თუ არ არის დანაშაული ეკა მე ბრალეულობა 100%-ზე ჩვენ გვაქვს მაგის დოკუმენტი შეიძლება სხვა ექიმის ბრალეულობა მოვიდეს და შეიძლება არ არის ბრალეულობა. ქალბატონო მაგრამ ჩვენ რაც ვიცით ინფორმაცია იმას ვიტყობ რომ ოპერაცია და მანამდე დაწეროს განცხადება. იმიტომ რომ ჩვენ მიცვალე 28 მილიონი. ამან უნდა იტეს სიტყვაში.